დღეს გურჯაანში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარგისიანობის ვადებს, წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. წელს დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებული 600-ზე მეტი ობიექტის შემოწმება. სეზონის დაწყებასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს. აღნიშნული კონტროლი უზრუნველყოფს უხარისხო და ვადაგასული პრეპარატებით რეალიზაციის აღკვეთას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ფერმერებს მიეწოდებოდეთ მაღალი და ხარისხიანი პროდუქცია, რათა მათ შეძლონ უხვი მოსავლის მიღება. ქვეყნის მასშტაბით არსებული თითოეული ობიექტი მოწმდება იმ შესაბამისობასთან, რაც არის ჩვენი კანონმდებლობის დადგენილი. ეს ეხება პესტიციდების და აგროქიმიკატების მარკირებას, ასევე რეალიზაციის პირობებს, ის რომ პრეპარატი უნდა იყოს ვადაში რეგისტრაციის დროს, ასევე ეტიკეტი ქართულ ენაზე უნდა იყოს. ამ ყველაფრის შესაბამისობას სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ოფიციალური კონტროლის დროს და დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქციების გატარება ხდება ესეთი დარღვევი ბიზნეს ოპერატორის მიმართ. ბოლო წლებში ესეთი ტიპის დარღვევებმა იკლო ჩვენ პრაქტიკულად ბოლო წლების განმავლობაში და არარეგისტრირებული უხარისხო პრეპარატებით რეალიზაციის ერთეული შემთხვევები გვქონდა, ძირითადი დარღვევები მოდის ეტიკეტირების წესის დარღვევაზე და ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ბიზნეს ოპერატორი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გვაქვს სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვა ჯიშები, ბალი, ალუბალი, ხლიავი, გარგარი, ატამები და ვაშლატამები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოვიყვანოთ პროდუქცია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხარისხიანი პროდუქციის მოყვანისას გქონდეს ხარისხიანი წამლები და შავქიმიკატები. რაზეც უკვე ამ ბოლო დროს პრობლემა აღარ გვაქვს, ვენდობით ძირითადად აგროკომპანიებს და სასიამოვნოა იმის გაგებას და იმის ცოდნაც და ჩვენსაც კარგია, რომ ეს დობა გვაქვს, რომ სახელმწიფო ყურადღებას აქცევს ამას, მიდის მუდმივად კონტროლი და ჩვენც თავმომად მივდივართ და ვყიდულობთ შესაბამისად ხმარობთ ჩვენს მეურნეობაში ამ წამლებს. რა თქმა უნდა, კონტაქტი გვაქვს ჩვენ მეგობარ ფერმერებთან და ერთმანეთთან უცვლით აზრებს და ინფორმაციებს, ერთმანეთს ურჩევთ, რომელი წამალია რა დროს კარგი და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ხარისხი დავდოთ, თუმცა რა თქმა უნდა, წლების წინ იყო ესეთი მომენტები, როდესაც კუსტარულად ხდებოდა ფალსიფიცირებები ხდებოდა და კუსტარულად ხდებოდა არასანდო წამლების შემოთავაზება, ამაზე რამდენიმე ადამიანი, რა თქმა უნდა, დაზარალდა კი და მოსავალი გაუფუჭდა. რა თქმა უნდა, ახლა ეს მე მგონი ნულზეა დასული, ხორციელდება მონიტორინგებიც და ეს არის ჩვენთვის პირდაპირ მნიშვნელოვანი და მოსავალიც ამის საშუალებით ვიღებთ.